დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმს მალე რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების პირველ ეტაპზე იგეგმება სასახლის სახურავის, ასევე აივნების და მარნის გადახურვა. ერისთავების მუზეუმად ქცეული საკარვი და მომამული მე-18 საუკუნეების მიჯნაზე აგებული და მუზეუმის სტატუსს 1958 წლიდან ატარებს. დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმა შედგენილია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის სრულიად შეიცვლება სასახლის სახურავი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აივნებს და სასახლის მარანს. ამ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში უნდა განვახორციელოთ ამ სართულშუა გადახურვის აღდგენა, კოჭების აღდგენა, იატაკის დაგება. დამატებით ამ პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ აივნების სრულ რეკონსტრუქციას. არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. პირველი ჩვენი მთავარი ამოცანა რომ მოუსწარით ძეგლს, რომ არ დაწყებულიყო მისი ყოველდღიური, ასე ვთქვათ, რღვევა. გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას ნოემბრის ბოლოსკენ ვარაუდობენ. უკვე შემდეგი ეტაპი კი შენობის შიდა ნაწილის საექსპონატო ინვენტარისა და გარე პერიმეტრის მოწესრიგებაა. რეკონსტრუქციის პროცესში შემორჩენილი ფოტო და საარქივო მასალების მიხედვით ერისთავების სასახლის პირვანდელი სახის მაქსიმალური შენარჩუნებით განხორციელდება. დაგეგმილია სასახლის დიდი ბაღის აღდგენაც. რეაბილიტაცია 2-3 წელი გაგრძელდება. ხედავთ როგორი დიდი და ლამაზი ტერიტორია აქვს სახლ-მუზეუმს, ბაღი და ბუნებრივია ლანდშაფტური პროექტიც გაკეთდება. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის, ვინც ცხოვრობს ასეთ სიახლოვეში, საოკუპაციო ხაზთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ასეთი ობიექტების, კულტურული ობიექტების შექმნა. ადგილი, სადაც სასახლე მუზეუმი მდებარეობს, ახალგორის მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელია. 2008 წლის შემდეგ სახლ-მუზეუმს არც თუ ისე ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს. მას შემდეგ, რაც ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მოხდება, სახლ-მუზეუმს სასკოლო საექსკურსიო პროგრამაშიც შეიტანენ. ხლებებით ექსკურსიას არ შეგვიძლია უარი თქვათ, უბრალოდ ვეუბნებით უარს თუ კი რაღაც გავსი არ გვეშინია აივანი ჩავარდება რაღაც, სიცხვილიც არის უბრალოდ ყვერილდება ჩვენთან. 18 საუკუნის მიწურულს აგებულ ერისთავების საგვარეულო სასახლეში მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია მამაშვილის, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, დრამატურგების და ქართული თეატრის ფუძემდებლის დავით და გიორგი ერისთავების ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები.